ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხმედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სულ თანხმედრაში კი ის გულისხმობს, რომ ამბობენ, რომ მათ არ აკმაყოფილებს და მათთვის არ არის საკმარისი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდისავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები. ეს გულისხმობს ზუსტად თანხმედრაში ყოფნა ბრიუსელის სანქციებთან. ანუ თუ კი ბრიუსელი ამბობს, რომ უნდა იყოს სავიზო მიმოსვლა რუსეთთან, უნდა ჩვენც შემოვიღოთ და რუსი მოქალაქეები ვიზით შემოვიდნენ. თუ კი ამბობს, რომ რაღაც მიმართულებით ვაჭრობა ჩვენი პროდუქტების არ უნდა გქონდეს, ჩვენც უნდა შემოვიღოთ ეს სანქციები. ეს არის ერთადერთი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში, სადაც ბრიუსელი ფარულად რაღაც ნახევარს წინადადებებით თუ სიტყვებით ჩვენ გვაკრიტიკებდა, რომ ჩვენ არ ვართ სრულ თანხმედრაში სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის რეალურად რასაც ითხოვენ. თუ კი ახლა აპირებენ იმის განხილვას, რომ თუ კი პოზიცია აღმოჩნდა, რომ ეს არის, რომ თუ კი ჩვენ დაუწესებთ სანქციებს რუსეთს, მაშინ ევროკავშირში ჩვენი სულა მათი გადმოსახედიდან უფრო აქტიური გახდება. ნუ ეს დემოკრატიის დაბრუნება ადამიანის უფლებაა. არა, ეს არ არის საგარეო პოლიტიკური კურსი. არა, საგარეო პოლიტიკა ეს არ არის. არა, ეს საშინაო პოლიტიკაა. საგარეო პოლიტიკა გულისხმობს, რომ რუსეთთან მიმართებით რა პოლიტიკა გვაქვს. ეს არ არის კურსი, ეს არ არის კურსი, ეს არის საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება ამ შემთხვევაში და ამ კონტექსტში და ამ ისტორიულ მოცემულობაში რუსეთთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. საქართველოს აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც ჩვენ გვაიძულებდნენ 2008 წლიდან მოყოლებით, ეს არის სტრატეგიული მოთმინების სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და რაცაც ეხლა ბრიუსელი ითხოვს საქართველოსთან, ეს არის რომ დაუწესოთ ორმხრივი სანქციები. კიდევ ერთხელ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებთან თანხმედრა და ბოლო ანგარიშიც უწერიათ ეს ყველაფერი. თქვენ გონიათ ეს უბრალოდ ეს წერენ, როცა კითხავთ, ეთქვენ, არა, რა თქმა უნდა, არ ვითხოვთო, პირდაპირ არ გეუბნებიან და მე შემდეგ ასე გიტრიალებენ, რომ სრული თანხმედრა უნდა გქონდეს. აი მაგალითად, ვიღაცას აქვს სრული თანხმედრა, როგორ აქვს თანხმედრა, იმიტომ რომ დააწესა სანქციები. ჩვენც გვეუბნებიან დააწესა სანქციები და შეგახსენებთ. როდესაც ბრიუსელი მოითხოვს ჩვენგან სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და მათთვისაც არაერთხელ გვითხოვს, რომ ამს თუ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენ ფულს მოგწვენ დაგვეხმარებით? გვაძლევთ ამის პირობას? არა, ამის პირობას არ გაძლევთ. თუ კი ამან გამოიწვია კონფრონტაციის და გამოიწვია პირდაპირ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. თქვენ აი ესტონეთი, ლიტვა, გერმანია თუ საფრანგეთი ჩამოხვალ და იომებთ ჩვენთან ერთად? არა, არ ვიომებთ, არც უკრაინელებთან ომობდნენ და არც ჩვენთან. ასე რომ ეს არის სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ თქვენ რასაც ამბობთ, ეს თუ სიმართლეა და ეს თუ არის მათი განცხადება, რომ საქართველოს თუ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ხო, თუ ეს პირდაპირ წერია, ეს ნიშნავს, რომ უნდათ რომ შეგვიყვანონ ესკალაციაში რუსეთთან, რაც ბოლოსში ნიშნავს ომს. ასე რომ ეს არის პრობლემა.